Ქსტوარა კომპრომატები ოლიგარქის რეჟიმს ზურაბ პოლოლიკაშვილის წინააღმდეგ ეს კითხვა კობახიძის განცხადებამ გააჩინა. მან თქვა, რომ არ იტყვის საჯაროდ რეალურად რა გახდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან პოლოლიკაშვილის ჩამოშორების მიზეზი. ქართული ოცნება მხარს ამჯერად არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელს უჭერს. ქეთი ნადიბაიძემ დასვა ყველა კითხვა, რომელიც ამ თემას უკავშირდება, ქეთი გისმენთ. დავსვით კითხვები, თუმცა ვერ ვიღებთ პასუხებს, როგორც ჩანს, ეს არის თემა, რომლის დეტალებზე ლაპარაკსაც ქართული ოცნების წარმომადგენლები გაურბიან, რატომ არ შედის ბიძინა ივანიშვილის პარტიის ინტერესში, რომ ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციას კვლავაც მესამე ვადით ხელმძღვანელობდეს საქართველოს წარმომადგენელი, თუ კი ამის შესაძლებლობას ამ ორგანიზაციის წესები იძლევა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა. პარტიის წარმომადგენლები იმეორებენ ირაკლი კუბახიძის ვერსიას, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ქართველი ელჩები დაიბარეს ახსნა განმარტებისთვის, თუ რატომ ხდება ერთი და იგივე პირის მესამე ვადით წარმოდგენა ამ ორგანიზაციაში და ამიდან გამომდინარე მიიღო უკვე ქართულმა ოცნებამ გადაწყვეტილება, რომ დაებლოკა ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა. ჩვენ გქონდა არაერთი მცდელობა, მოგვესმინა თუ რომელ ქვეყნებში რომელი ელჩები დაიბარეს ახსნა განმარტებებისთვის, თუმცა ამ შეკითხვაზე ისევე როგორც ამ საკითხთან დაკავშირებულ არაერთ სხვა შეკითხვაზე პასუხები ვერ მივიღეთ. მესამედ წარდგენა გაეროს ცალკეული ესეთი მსხვილი ორგანიზაციების ხელმძღვანელის პოსტზე არ მიიჩნევა ასე ვთქვათ ძალიან დემოკრატიულ ნაბიჯად. იყო ცალკეული მცდელობები ჩვენი ქვეყნის ელჩების დაბარების და ამ კუთხით გარკვეული პასუხის მოთხოვნის, ასე რომ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ორჯერ ეს პიროვნება უკვე იყო და არის ეხლაც მოქმედი ხელმძღვანელია ამ ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის, ისე რომ ამაში ასე არაფერი ამაში არაფერი დინებების ნახვა არ არის საჭირო. რაღაც გარკვეულ გამოძახილს ის ფაქტიც ამბობს, თუ რა მესეჯი იყო ამ პიროვნების მერეც გაკეთებული, გამოცხადებული და შეგვიძლია საზოგადოებას უთხრათ, რომ მან თვითონ მიიღოს ასე ვთქვათ გადაწყვეტილება, თვითონ შეაფასოს თუ რასთან რეალურად აქვს კავშირი. თუ კი შანსი იყო ქვეყანას რომ წარდგომოდა მისი მესამე დანიშვნა, ეს შანსი რატომ უნდა გაგეთ? გაგეცთ პასუხი. შემდეგი რომელი ელჩები დაიბარეს? გაგეცთ მე უკვე პასუხი. ნუ თქვენ არ მოგწონთ ეს პასუხი და პასუხი ასეთია. ელჩები დაიბარეს მითხარით? კი. ელჩები დაიბარეს. მე არ ვარ ვალდებული დაგი კონკრეტოდ. მოიძიეთ, ზემ ვიცახად მედია საშუალება გქონდა და გაგიცემოთ პასუხი. მოვიძიეთ და გეკითხებით ბატონ და მიპასუხოთ. გაგეცთ უკვე პასუხი. დიახ, შემდეგი ასევე არ ვიცით რატომ გადაწყვიტა ქართულმა მხარემ, რომ უნდა დაუჭიროს მხარი ამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე არაბთა გაერთიანებული საემიროების კანდიდატს. თავად ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებას შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვისაც იყო მოულოდნელი, როგორც ის ამბობს, ეს კომუნიკაცია თუ კი ვინმესთან შედგა ქართული ოცნებიდან, მისთვის არ იყო ცნობილი. პირიქით ის თავად ცდილობდა საკითხის გასარკვევად დაკავშირებას ქართულ ოცნებასთან, მის ლიდერებთან, თუმცა უშედეგოდ ვრცელ განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით ფორმულას მაყურებელი პირდაპირ ეთერში დღეს საღამოს ეთერში მოისმენს. ჩვენ მანამდე ვესაუბრეთ ტურიზმის სფეროს სპეციალისტებს, რომელთათვისაც გაუგებარი არის და საეჭვო ქართული ოცნების პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით და ისინი ითხოვენ მეტ არგუმენტაციას, რატომ აღარ იქნება გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს წარმომადგენელი მესამე ვადით, თუ კი ამის შესაძლებლობას ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წესები იძლევა. დღემდე გაუგებარია ჩემთვის, რატომ უნდა ერჩოდე ქართველ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის ზოგადად, როცა ის უმაღლეს საფეხურებზე მსოფლიო რანგით და ამ ადამიანს ერჩიდა ადამიანი, რომელიც საქართველოს ტურიზმისთვის ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, პერსპექტივებს სახავდა და ძალიან გვეხმარებოდი, მოთქვა ძალიან ვერ შედგა ყველანაირად, რაც შეეძლო შეძლების დაგვარად ყველაფერს უკეთებდა საქართველოს. როცა ტურიზმი ცოტა ესე ვთქვათ რაღაცა აბიჯნაბი ცოტა ზემოთ ადის, საქართველოს ტურიზმი ამირანივით არის. ამირანის რო აჭედებს ხელახლა იმ პოზიციაში არის საქართველოს მთავრობა.
ქართული ოცნება განსაკუთრებით კმაყოფილი არის მისი ამ გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც მოისმინა საჯარო პოზიცია თავად ზურაბ პოლოლიკაშვილის, რომელიც აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილის პარტიას და ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება პარტიის პრემიერის ერთადერთი განცხადება, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს და ამ ვერსიას იმეორებენ პარტიის სხვა წევრებიც არის ის, რომ სხვადასხვა ქვეყნებში დაიბარეს საქართველოს ელჩები ახსნა-განმარტებისთვის, თუ რატომ ხდებოდა წარდგენა მესამე ვადით გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე, ისევ ქართული მხარის წარმომადგენლის ზურაბ პოლოლიკაშვილის.